მადლობთ. მოგესალმებით ბანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ როგორი განათებებით შემოვედი ეს რო ტრიალებ და სულ აი რაღაცა ესეთია ახალი დავამატეთ ხო განათება ერთი რამდენიმე განათება დავამატეთ ვიზრდებით დავიწყებ მთავარი თემით ძვირფასო მეგობრებო გუშინ სიცოცხლით სავსე ქალაქის კრეატივით სავსე მერმა სისხლებით სავსე ბანერი გამოფინა ძვირფასო მეგობრებო ნახოთ ეს ფოტოსურათი ძალიან საინტერესოა აქ არის ესე წერია მთავარი სიცრუე მთავარ არხის ლოგოზე სიცრუის ფორმულა და პირველი სიცრუე სტილი უცვლელია სისხლიანი ლოგოები ძვირფასო მეგობრებო სპეციფექტების სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ ყველაზე მეტი სისხლი ოცნების ბანერებში და ტარანტინოს ფილმებში არის ძირითადად ასე დადგინდა უკვე ეს ხდება რა ახლა თურმე სპეციალური ტელევიზორები შემოაქვთო მე გავიგე არ ვიცი რომლებსაც ექნება დამატებითი ფუნქცია მთავარ არხსო ჩართავს სისხლი გადმოდის ეკრანიდან ემატება რაღაც ფუნქციები რა ესე ჩინელები ყველაფერს აკეთებენ ყველაფერი იციან თვითონ კახი მასე ახსნა ეს სისხლი არ არის სიცრუეში ჩაღვენთილი ლოგოებიაო ვაიმე როგორ ორიგინალურად ახსნა კორუფციის ჭაობში ჩაღვენთილმა მერმა არაჩვეულებრივი სიტყვებია არა და ეს ჯერ მოთელვაა არჩევნებისკენ გამოფენენ ბანერს რომელზეც გვარამიას და ინგა გრიგოლიას დრაკონის თავები ექნებათ ქალაქის თავზე იფრენენ და ადამიანებს ცოცხლად დაწვავენ ესეთი იქნება მე თუ მკითხავთ უკეთესი ბანერის მოფიქრება შეიძლებოდა მაგალითად როგორ განგმირა ელექტროსკუტერზე ამხედრებულმა და იმედის შუბით შეიარაღებულმა კახი კალაძემ სამთავიანი ფეიქ ნიუსები ანუ ეს მთავარი არხი ფორმულა და თვითონ ეს ტv პირველი არა ძალიან დაუფიქრებლად არის გაკეთებული ეს ბანერი ასე პირდაპირ გამოაშკარავება არ შეიძლება მიგეხატათ მანდ რუსთავიორის და იმედის ლოგოც კარგი სისხლი არა მაგრამ კეჩუპი მაინც მიგესხათ თქვენ კაი ადამიანები აფიქრე ხალხი რომ ეგენიც ოპოზიციურები არიან ხო შეიძლება ცოტა დაფიქრებელიც იყოს რაღაცა კახი მთავარი არხი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან 2 თვეში გაიხსნა და ფორმულა 4 თვეში ჯერ 1 წლისაც არ ვარ, ხო და 2 კილომეტრიანი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ასაკზე მცირე ასაკის ტელევიზიებს რომ ებრძვი. ცოტა უხერხული ხომ არ არის ახლა კახი. ნუ დავფიქრეთ ახლა რა, ჩავფიქრეთ რა. რომ ვაკვირდები აშკარაა რომ ამით რაღაცა თემის გადაფარვას აპირებენ და წინასწარ დაიწყეს მოწებება ტელევიზიებზე თავარი სიცრუე, ანუ მოგვაწებეს სიცრუის ფორმულა და პირველი სიცრუე ესეთი. რაღაცა სერიოზული თემა რომ გაუსკდებათ, მე უნდათ რომ გამოიყენონ, აი სიცრუეს ავრცელებენ ეს ტელევიზიებიო. მოკლედ, აშკარაა რომ რაღაცა დიდ ფუნაში გაქვთ ფეხი ჩადგმული. და ტელევიზიებზე არ გამოგივათ, მოგიწევთ ისევ ერთმანეთში აწმინდოთ ეგ ფეხი თორე, აი არ გამოგივათ ტელევიზიები, გამურიცხულია. ოცნების წევრები და მათი მხარდაჭერები ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიების მიმართ უფრო მეტ აგრესიას გამოხატავენ, ნახოთ როგორ მიმართა გოგა ხაინდრავან ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს. ნახოთ ვის ვიდეო. ბატონო, რატომ ჩამოგეწევთ გიორგი გახარე მოხდები მომახურებები ინსტაგრამზე? შენ ახარ ბორდელის წარმომადგენელი მეძავი. ამიტომ გაბძავით აქედან და თქვენნაირ მეძავებში გააგრძელეთ ურთიერთობების გარკვევა. მოისმინეთ ხო? შენ ხარ ბორდელის წარმომადგენელი მეძავი. ტv პირველი ჟურნალისტმა უპასუხა, კაცებს შენ უხდები კალთაში და მე ვარო კიდე მეძავიო? ბატონო გოგა, თქვენ ეთყობა სიტყვა მეძავი არ იცით რას ნიშნავს. მეძავი არის ადამიანი, რომელიც გარკვეული ანაზღაურების შედეგად აკეთებს ყველაფერს, რასაც დაავალებს ბიძინა. ბიძინა კი არა, კლიენტი. აი ამას ქვია მეძავი, მე ასე მგონია. გადავიდეთ ტელევიზიაზე, რომელიც კახი კალაძის აზრით სულ სიმართლეს აფრქვევს. ნახოთ, რა ინფორმაცია გააშუქა ტელეკომპანია იმედმა იმ ფონზე, როდესაც მიდიოდა ეს გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა რამზან კადიროვისგან. ნახოთ ეს ფოტო, რას წერს იმედი. რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 100 ტონა ფქვილი გააგზავნა. დასახმარება. სასწაული ნიუსია. ვერაფერ სიტყვი. ამ ინფორმაციაზე გადათმა ასავალ-დასავალმა თქვა, ტვიმ-ს უკვე ზედმეტი მოზისო რაღაცა ზღვარი არსებობს. ეგეთი ფსკერი ჩვენც არ გვიკადრიაო და ანუ ცოტა უხერხულში არიან. ისე ამ ხელა ქველმოქმედების შემდეგ უფრო მეც იმსახურეს ბატონი რამზანი.
არ გინდათ რომ თანამშრომლად რო ავიყვანოთ, მაგალითად თქვენ რო აიყვანოთ ტელევიზიაში, წარმოიდგინეთ პრაიმ შოუს წამყვანები იქნებიან ანრი ჯოხაძე, რამზან კადიროვი და ნოე სულაბერიძე, ანუ შეიძლება. შეიძლება რაღაცა თბილი სიუჟეტის გაკეთება, მაგალითად როგორ იწყებს დილას რამზან კადიროვი ოჯახთან ერთად. ან სულაც რეკლამაში ჩასვით. ფქვილივით თეთრ ცხენზე ამხედრებული რამზან კადიროვი რო ამბობს, კაცური კაცის კაცური სურნელი, აი. ბევრი იდეა მაქვს რა, რაღაცნაირად იქნება გამოგადგეს. საერთოდ მე ვფიქრობ იმედის მთელ საეთერო ბადეში გადანაწილდეს და საერთო ანონსიც გაკეთდეს. მალე იმედის ინტერაქტივში რომელია უფრო რეფორმატორი ლიდერი რამზან კადიროვი თუ მიხეილ სააკაშვილი? მალე იმედის გმირებში მეწისქვილე რამზანას ისტორია, რომელიც 100 ტონა ფქვილით დაეხმარა სამხრეთ ოსეთს. და მალე ცეკვავენ ვარსკვლავებში რამზან კადიროვი და ჯულიანა ბარგდარი, ჯაივი. აი ესეთი ინფორმაციებს აშუქებთ უკვე ესეთ მდგომარეობაში ხართ. არ მომწონს მე ეს. ვაგრძელებთ მონოლოგს კონტექსტური თემით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნებმა რუსეთის მიწები თან გაიყოლეს, მიიერთეს და უკან უნდა დააბრუნონო. უყურე შენ ამ პატარა კაცს, რამ სიგრძენა აქვს და ამბიციები ჰქონია, ხედავ? უყურე. ვაიმე, რამე ცუდი ხო არ თქვი? ხო არ დავაბულინგე მტერი? არ მინდა მტერი დავაბულინგო და ჩემს გამო ვინმეს რამე საქმე გაუფუჭო, რა ვიცი, ხო იცი, ყველაფერზე ისეთი რეაქცია გაქვთ მაინც მტერთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ პუტინი მარტო სამაჩაბლოს და აფხაზეთის წაღებით არაა დანაყრებული, მაგალითად შეიძლება გორიც უნდოდეს, რადგანაც სტალინი ცხოვრობდა გორში, მიზეზებს რადალებს, ეს ტირანი ტყუილად არაფერს არ ამბობს, ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ იქნებ რამენაირად ნატოში შევასწროთ და მოუხუროთ კარი და აბრახუნოს მე რამდენიც უნდა. ძალიან საფრთხილოა პუტინის ეს განცხადება, ახლა ამას ვერ მიხვდებით, რა დროისთვის აქ ეს ჩაფიქრებული ეს ყველაფერი, მაგრამ მარტივად მიგახვედრეთ, როცა ქართველები ერთმანეთს დავჭავთ ფიზიკურად და ტყვიას ვესვრით, მაშინ შემოღობავს კიდევ ერთ რეგიონს, რომელიც მას უნდა. ყოველთვის მუშაობდა ეს სცენარი და რატო შეცვლის? მუშაობს ეს სცენარი, ჩვეულებრივად ქართველები ძალიან კარგად. სულ მიწებს გაიძახის ეს კაცი, ისე ზუსტად და მიზანმიმართულად მიყვება პუტინი ლენინის გზას და ნამდვილ საბჭოურ აზროვნებას, რომ წესით ამასაც არ აღირსებენ მიწას, ძვირფასო მეგობრებო, ასე მგონია. ჩრდილოელი მეზობლის გააქტიურების პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა გორდონთან ინტერვიუში მოყვა ძალიან საინტერესო რამ, როგორი ურთიერთობა ქონდა დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ნახოთ ნაწყვეტი ინტერვიუდან. სტუმრებს ყოველთვის ძალიან კარგად ხვდებოდი, ვასეირნებდი. ეშმაკის ბორბალზევს ხდებოდით, ძალიან ბევრს უყვარდა ბათუმში ჩამოსვლა, ჰილარის, ტრამპს, ჯონ მაკეის, რომელიც 10 ჯერ მაინც იყო. ჩვენი ფეხით დავდიოდით და ჩემი ელექტრომობილი დამყავდა დილის 7-მდე. 2 ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებში დავრბოდით. ირმის ქანდაკებებს ყველა მხრიდან ვათვალიერებდით. გვირილებისგან ჰილარის გვირგვინს უკეთებდი. და მერე პეპლებს დავსდებდით. დინარეში ფეხშიშველი დავრბოდით მე და ტრამპი. მერე იქვე ვიღაცის ყანაში სიმინდს მოვიპარავდით და საღამოს კოცონზე წვავდით. ჯონ მაკეინი გიტარას აიღებდა და მთელი ღამე უკრავდა. ლექსებს უყვებოდით და ესე ვერთობოდით. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი ეპიკური ნაწარმოებიდან დაკარგული 60. ძვირფასო მეგობრებო. ხო, ვერ დავასრულებდი ამ მომენტს. მოდით არჩევნების თემას შევეხოთ, როგორც იქნა ხალხის აქტიურობის, ოპოზიციის მონდომების, დიპლომატების ჩარევის, კონგრესმენების წერილების, სანქციების მუქარის, ილონ მასკის მიერ კოსმოსში რაკეტის გაშვების, მთვარის დაბნელების, იუპიტერის უკან დახევის შედეგად, როგორც იქნა ბიძი და ივანიშვილმა საკუთარი ნებით შეცვალა საარჩევნო სისტემა, ძვირფასო მეგობრებო, ამდენი შრომა რო დაგჭირდა. ეს საარჩევნო სისტემა კი შეიცვალა, მაგრამ რად გინდა აქეთ ოპოზიციაში დახოცეს ერთმანეთი, ელისაშვილმა და ევროპულმა საქართველომ, იქეთ ბოკერია და უგულავა აკრიტიკებენ ელისაშვილს, აქეთ ელისაშვილი გამოდის და იქო თანამდებობებს ინაწილებენო, ცეხავიკები არიანო, ჩემი ნება რო იყოს უგულავოსო, სამუდამოდ მიუსჯიდიო, ალეკო, მაინც აუცილებელია რომ იმ ბრძენი კაცის სიტყვები არასდროს დაგავიწყდეს. საგარეჯოში რო შეგხვდა, აბა ვნახოთ ეს. სადენი არის ჩაშლილი. ხო გენასვენოს ჩემთან არ ჩაიჯვა, მოდი შავში. არ ჩაიჯვა. არწმუნებული ვარ რომ ალეკოს არწყის ამ კაცის ეს სიტყვები,
მართლა სიყვარულით ეუბნება. არანაირი შეურაცხყოფა და ბოროტება მის სიტყვებში არ დებს. სხვათა შორის კახიკალაძე ძალიან უყვარს თურმე ამ კაცს და გააფრთხილა იგივენაირად, მაგრამ ამ გაფრთხილების მიუხედავად გუშინ მაინც ცილი დაგწამა. გადავდივართ მონოლოგის ნაწილზე, რომელსაც პირობითად დავარქვი რაღაც ხომ კეთდება. მოდით ნახოთ რა პერფორმანსი შემოგთავაზა ერთი კვირის წინ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძმა ჭავჭავაძის გამზირიდან ის ამბობს რომ ჭავჭავაძის გამზირი გადააქციეს საღორეთ და მიიყვანა ერთი პატარა გოჭი ვაკის პარკთან. ნახოთ ეს ვიდეო. იფშეძო შედიხარ იქ ცხოვრობს ჩემი მშობლები. ხო და მამაჩემს აქ გუზი ოპერაცია გაკეთებული და კვირაში ერთხელ მიწევს იქიდან გამოყვანა. და ყოველი გამოყვანა მიჯდება სადღაც 1-2 საათი. ძვირფასო მეგობრებო, თუ დააკვირდით გოჭის როგორი შეწუხებული იყო ამ ყველაფრით, ეგრევე თხრა დაიწყო და მუშაობა, რომ იქნება მალე დამთავრდესო ეს ჭავჭავაძის გამზირი. ჭავჭავაძის გამზირზე კი აღდგა საავტომობილო მოძრაობა, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ დარჩა, ესე იგი თბილისში გვაქვს არაშენდას კორპუსი და არ დამთავრდას გამზირი. ესე დავარქვი, არ დამთავრდას გამზირი. ისე იმდენი ხანი აგებენ ამ ჭავჭავაძის გამზირს, ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაცია შეიცვალა და ესენი კიდევ ვაკის პარკთან არიან მისულები. თავიდან რაც დააგეს, იმას უკვე რეაბილიტაცია ჭირდება, იმდენი ხანი გავიდა. თავში ხო დაიწყეს დაგები, ხელახლა დასაგები. სხვათა შორის ჭავჭავაძის გამზირს ძალიან მოდურად აგეგმარებს კახი. ვიწრო შარლების პონჩი ქუჩებსაც ვიწროს აკეთებს. ვიწროს აკეთებს ქუჩებსაც. საერთოდ მე თუ მკითხავ ჭავჭავაძის ყველას არ უნდა შეეძლოს გავლა. ვინც გაივლის, ხო დასტოინმა უნდა გაიაროს. მე ასე მგონია და იმიტომაც არის ვიწრო. თითო ერთი გაივლის, მაგრამ კაი გაივლის. ხდებით, ხო რაშია საქმე. ხოლო დედაქალაქი არ გამოირჩევა აღმშენებლობით. სადამდე მივდივარ იცით ალბათ. დედაქალაქი არ გამოირჩევა აღმშენებლობით. ნახოთ როგორი ნოვატორული ნაგებობა შემოგთავაზა ახმეტის გამგე. ნახოთ. ხიდი, რომლის აშენებაც პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ითხოვეს, ახლა ასე გამოიყურება. გადასასვლელი სამი სოფლის მოსახლეობამ ერთი მიზეზით მოითხოვა. წვიმის დროს მდინარე ალაზანი დიდდებოდა და ხეობის ერთი ნაწილი მეორეს ვეღარ უკავშირდებოდა. ხედავთ ძვირფასო მეგობრებო, არ ეგონათ რომ მდინარე ადიდდებოდა, თურმე დიდდება ალაზანი, თავის კალაპოტი აქვს, მაგრამ სადამდეც მოწანწკარებდა მაშინ იმ პერიოდში, როცა ააშენებდა, იქამდე ააშენეს ეს ხიდი და შემდეგ ადიდდა და უცებ სხვანაირად აღმოჩნდა ხიდი. რომ გეგონათ რომ მარტო თბილისში იყო, ხო? სულ ტყუილად. აჰა, ახმეტაშიც აქვს მშრალი ხიდი, ძვირფასო მეგობრებო. ოღონდ ბოროში ოდნავ სისველით, სისველის ეფექტით. მე მგონი ეს ხიდი სპეციალურად გააკეთეს მტრის შემოსევის შესაჩერებლად, წარმოიდგინეთ ახლა, იქით ამ მხრიდან მტერი რომ მორდის ჩაულებრივად. დიდი სტრატეგიის აშენებულია ეს სხვათა შორის. წარმოიდგინე გაცეცხლებული მტერი რომ მოდის, თელის ისრაფით რომ მოჭენაოს ამ ხიდზე, მოდის, მე უცებ წამიერად რა ხდება და მე მიაქვს თვითონ მე ალაზანს მიაქვს თლიანად, აი ესეთი ხიდია. აღშენებლობის ტემპს არ აგდებს ხარაგაულის. მოდით ნახოთ ეს ვიდეო, ხარაგაულის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი რას უშვება თანამშრომლებს. ნახოთ. მუნიციპალიტეტის მერის მაღალჩინოსანმა საკუთარი თანამშრომლები ნათესავის ხანაში იძულებით წაიყვანა. ამტკიცებს ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთავარმა მოიპოვა და სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ხანაში სწორედ უფროსის დავალებით მუშაობენ. ესე იგი, ძვირფასო მეგობრებო, დასუფთავების უფროსი თანამშრომლებს ხანაში ამუშავებს. კიდევ კარგი ჟურნალისტებმა მიუსწრეს დროულად, თორე თავისი პირამიდების აშენება ქონდა გეგმაში ხარაგაულის შესასვლელში. ისე ყავდა იქ თანამშრომლები დამონებული, ძვირფასო მეგობრებო, საშინელი ფაქტია. ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ ქვეყანაში რეები ხდება. თქვენ კიდევ იტყვით ბიზინა არ ჩანს თუ. ეს არ არის სწორი. როგორ არ ჩანს ბიზინა, როგორც ნაცვლიშვილი იტყოდა, ბიზინა ყველაფერშია. ბიზინა სულ ჩანს. უბრალოდ უნდა დაინახო. ოპოზიცია რო ერთმანეთს აკრიტიკებს, ეს ბიზინაა. ოლქები და მაჟორიტარები რო ვერ გაიყვეს, ესეც ბიზინაა. იმედის ნიუსი, კადიროვის ფქვილზე, ესეც ბიზინაა. რურუას რო არ უშვებენ, ესეც ბიზინაა. ბიზინა რო არ ჩანს, ესეც ხომ ბიზინაა. კორონას მეორე ტალღა რომ ანონსდება, ესეც ბიზინაა. ხო და რატომღაც ასე მგონია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციას რომ გაურიგდება, ამ საქმიდან მშრალი რომ გამოძრება და თავის პარტიის წევრებს ქუჩაში რომ დაყრის, ესეც ბიზინა იქნება. აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ ბიზინა, თვითონ მეგობრებო. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკას დააფორმებთ. ბენდი, სამუნალე ეგვეიშვილი ხელმძღვანელობა.